კაი, დაიმღერე საქართველოს ჰიმნი. რეალობა ასახან. არა, თან ხარ TikToker-ის ხარ? მე ვიდა კომისარიდი ჯარში უნდა წაიღო. რა ჯარში მე უთხარ აგე. ტრიგერი? რა? ტრიგერი. ბილი ლუ მატრიგერებს. ხო, კი. შენ რო იცოდი შენ ონკი ხარ. ჩემი ჰოპ-ოპი გაქორაც. ეცა მე სლეი ვარ ახლა ჩემს საქმეში პროფესიონალი რო ვარ. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Smart Podcast-ს. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის და დაგვიწერეთ კომენტარები, ვკითხულობთ ყველას და ვითვალისწინებთ. ხო, მოკლედ დავბრუნდით ძალიან მაგარ სტუმართან ერთად. დღეს ჩვენი სტუმარია ჯიმი აბესაძე. რაღაც ისე დაიწყეთ, რაღაც ველოდი და რაღაცა ჩვენი სტუმარია უილ სმიტი და არეცალა და ის მოვიდა და იქნება. მოგესალმებით ბიჭო, შემიძლია მოსალმება უკვე. კი. მოგესალმებით ბიჭებო, მიყვარხარ ძალიან და გაფასებ და მე ვადევნებ თვალყურს YouTube-ით თქვენს სმარტულები და ილია სულამანიძე ჩემამდე ყავდა თქვენ, თორე მე ვიტყოდი იმ სიტყვებს, რომ მანსანკანიდან მე გულშემატკივრობ თქვენ, იმიტომ რომ იყო რაღაც პერიოდი ჩვენ რო ფედერაციაში ვიყავი ბატონიკა მახვილეს და მე რაღაც პერიოდი წვეტა მქონდა მე ჰოლივუდში გადავინაცვლე. ხო და აქ მანსანკანი ქართული ლიგა ეხა რაც არის სხვა აკეთებდა სხვა ადამიანები სხვათა შორის წარმატებულად ძალიან მოვიკითხავ გადავერეს და მაშინ გამოჩნდით თქვენ ბავშვებო რა ბავშვებს გეზახით ხა მაპატიეთ იმიტომ რომ თქვენზე ბევრად უფროსი. ხო და გამოჩნდა ბიჭო ეს გუნდი რუსთავის გუნდი სმარტი და არ შეიძლება ჩოპლა რო არ მოვიკითხო. ირაკი ჩოპლიანი მოვიკითხავთ. თქვენი და ჩემი მეგობარი და ბიჭო ეს ბიჭები რაღაცა ნათელი წერტილია და ვეჯეკი რომ აი ეს იყო ჯიმი, სანამ გააგრძელებ ხა მაგ ისტორიის მოყოლას. ხო და ილია სულამანიძე და მე მინდოდა ამის თქმა რა. მადლობა ჯიმი. მიყვარს მე თქვენი იუმორი. მე ხო იმერული იუმორი მაქვს, თქვენ ყოდათ განსხვავებული იუმორი ჩემგან. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან ხო და თუ გაფრთხილდა წავიდე. დღეს იქნება. არა, მოკლედ, ჯერ არ შემოსულ ხარ შენ, იმიტომ რომ ჩვენ წარდგენები არ გვითქვამს, ხო? არ გამოგვიცხადებია ჯიმი და მოკლედ ყველა სტუმართან ესე ვაკეთებთ ხოლმე რომ სამი ვარიანტი გვაქვს და შემდეგ თვითონ სტუმარი ირჩევს ხოლმე რომელზე შემოვა რა. კი შემოგევლე. მაგრამ სანამ გამოცხადებებს დავიწყებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი მეგობარი კომპანიები, ჩვენი სპონსორები, დორჰაუსი, კარის სახლი. დორჰაუსის ხათრით ვარ მოსული. მასედაც არცებ ახლა მე თქვენ პადივს. დორჰაუსი უსაყვარლესი ბიჭია, გვარს არ ვიტყვი და მეგობრობ მაგ ბიჭთან. ძალიან კარგი ბიჭია, ვინც არის დორჰაუსის გენერალური დირექტორი, ხო? ნუ მათქვევიოთ, გვარს თუ გვარი ზებირად ვიცი. ვიცით რომ იცი. და შეგვიძლია რომ გამოვაცხადოთ ახლა ჯიმი აბესაძე. კი. სპონსორი გამოგჩა რომელიც პირველი უნდა გვეთქვა მე მგონი. თავარი სპონსორი. კი ბატონო, გენერალური სპონსორი, გენერალური სპონსორი. იმას აქვია კარებების ჩვენი მეგობარი და დორჰაუსი. დორჰაუსის სახე ვიქნებით უკვე და მე დღეს. წარმომადგენელი. კი ბატონო. ვიღაც რაღაცა კოკა-კოლა ხო თოვლის ბაბუ ასოცირდება ვიქნებით დორჰაუსის დღეიდან. კი ბატონო. დორჰაუსის სახე ჯიმი ჯობასი აბესაძე. კაი. კი ბატონო. მოკლედ ჩვენი სპონსორი ძალიან დიდი კომპანია, ეს არის Tesla. დიახ. და მე მინდა ყველას ურჩიო რომ შეიძინონ ამერიკული ელექტრომანქანები მართეთ მომავალი. კი ბატონო. უმეს მართლა? კი აბა. მოდი მე დავიწყებ რა ჯიმის გამოცხადებას. ხევსური, აჭარელი, კახელი, მთიული, მოცეკვავე, ფრანგი, მომღერალი, ნუ გააჩნია გიორგი გაბუნიას ვინყავს სტუმრად, ჯიმი ჯაბასძე, აბესაძე. კარგია, მაგრამ შენს გელოდები. მოდი მიდი თორნიკე შენ თქვი. კარგი. ჩვენ პოდკასტში სტუმრად მოვიდა ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის მუსიკალური რეკორდი. მან 5 დღის განმავლობაში ჩაწერა 3 წამიანი მონაკვეთი. არ მინდა ეს. კარგად დაიწყო. თავისი სიმღერიდან. ეს არის მუსიკალური რეკორდი. მივესალმოთ. მუსიკალური რეკორდსმენი ჯიმი აბესაძე. აჰა. კაი და ჩემი ის არის, ხო? ჩემი გამოცხადება. კი ბატონო. წავიკითხავ რა. რა თქმა უნდა, მეც ვკითხულობ სულ. ლავირების დიდოსტატი. ოპა. ოქროს სიტყვები ჩაიწერი ამის ნომერი. გარდასახვის მასტერი. ოპა. ქალების გულთამპყრობელი. ოპა. ეს ის ჩამონათვალი ეს მცირედი ჩამონათვალი. დიახ, ეს იმ ჩამონათვალის სია არის, რომელსაც თვითონ ჯიმი ამტკიცებს, რომ მე ვარო. ჯიმის და დედამისის აზრით. დედა ჩემს და ჩემი აზრით, მუსიკალური კარგად დაიწყო.
დაიწყო სანამ ვიტყოდი. სანამ გადახო, რა სისულელე სიტყვა და მე გამიხარდა მეთქი ჰოპ-ოპ რო ჩავწერეთ მე. არა, ეგ ბასმა. ეგ მე ვიქხარ. მაგით დავდივარ საერთოდ ქორწილებს რო ვიწყო მაგითთვის და ის ხო იზახდა ჩემი კუკარაჩა გაგდარაკი. ჩემი ჰოპ-ოპი გაქვთ რას. არა, სხვათა შორის ეს იმიტომ ვთქვი რომ მე მაგაზე გადავსულიყავით, იმიტომ რომ მართლა ეკუთვნის რეკორდია ეხლა რა. ყველგან ეგისმის 33-ზე მეტი 28 წელი. რამდენი? 33 33 მოიკითხეთ თქვენსკენ. 39 წელი ვარ უკვე. 19 მილიონი ნახვა. შეიძლება ამ საუბარში უკვე 40 წელი არ ვიცი. ვაუ, ეს ჯობი. ეს ჯობია? გულთან პრობელი. გულთან პრობელი რა თქმა უნდა, ყველაფერი მოცა. ხალების გულთან პრობელი. დღეს ლავირებას კარგი სიტყვა. აუ მე მიყვარს ჯიმი რომ ამოს სიტყვა ლავირება. ყველაზე მაგარი. გადაცემაში რომ შემოდის ხოლმე და აი ესეთი ლავირებაა. ლავირება არის როგორი სიტყვა, იცი? ლავირებას რაღაც თუ მავიწყდება ტექსტი და მე მყავდა ერთი მეგობარი და მყავს ახლა სახელმწიფოს ავწყვი. სიცრუეზე ეს კაცი აგებული რა და რაღაცას რო ვკითხავ მოდი პირობითად ვიტყვი დათო ვიცი რომ დღეს მიდის სოფელში ვართ ერთად და დღეს მიდის თბილისში ვიცი კაც გუშინ ვილაპარაკეთ ამაზე რომ დღეს თბილისში მიდის ეს დათო შენ დღეს თბილისში მიდიხარ ას რო გეტყვის გესმის ამ აში ის რა შობა იცი სადღაც მოიგო წუთნახევარი და ფიქრობ ეს არის 12 წამიანი მაგრამ ამ აში ჭვამისთვის რა მაქვს ნათქვამი და მაგ ლავირებას სიტყვას ვიყენებ ხოლმე მანდ ლავირებას რო სანამ ლავირებას ვიტყვი ის ვიღაც გაიცინებს რა სიტყვა თქვა ლავირება ჩამოჭა მანამდე უკვე მახსოვს რა უნდა ვთქვა გესმის ანუ შენი არის ლავირება ხო წელავ ხოლმე ანუ ლავირების დიდოსტატი და ქალების გულთან პრობელი შენი ლავირება იყოს ქალების გულთან პრობელი იმესალმე პირველ რიგში ხო თქვენს გამომწერებს ყველას მოვიკითხავ და თქვენ ნიჭიერი ბიჭები ხართ და თქვენ ვინც დაგიკომენტა და ხონა გამოგვიწერო ვინც გეიერგამერა და სმარტულებზე კარგი თქვა მე ვიცი თამადობა მიწევს ხშირად და ესე ვიცხო ვინც სმარტულებზე კარგი თქვა ვინც კარგი კომენტარი დაწერა ვინც გამოგიწერა დაალაიქა და რა ნიჭიერი ბიჭები არიან ესე თქვა და თავის გზას ბოლომდე ესე კარგად და ლამაზად მიყვებიან მოდი ყველა იმ ხალხს გაუმარჯოს გავბატონებო და ბატონებო ჩემო მაგიდის წევრებო მოწეულო სტუმრებო და ნარჩევო საზოგადოება და აი მეგობრებო ვისაც გამოწერილი არ ყავართ ანუ ეს სიტყვებია რა თქმა უნდა ხო არ შეიხოთ ჯერ იმიტომ რომ ჩვენ გამომწერებზე ხო ვისაც უნდა რომ ჯიმის ეს აი გამაზეთ ფაქტობრივად რა შეგეძლოთ არა და გამოგეწერათ აქ მოდი ერთდროულად დავაწვეთ გინდა ჩვენ დამაყურებელმა გამოწერის აბა ეგ არის კარგი ეხლა დავიწყოთ ჩვენი პოდკასტის თემები მე ვითამაშოთ რაღაცა მაგრამ სანამ ვითამაშოთ რაღაცებს ჯიმისთან უნდა გქონდეს ესეთი საუბარი კი რაღაცები გვაინტერესებდა მოკლედ ჯიმი არის თეატრალი და მასანკანელი ერთად. აჰა, კი. ეგ საკმაოდ რთული საკითხი არის, იმიტომ რომ ზოგადად თეატრალებს და მასანკანელებს შორის რამე შუღლის ჩამოგდებას კი არ ვაპირებ, მაგრამ ზოგადად არ აქვს კარგად დამოკიდებულა ერთმანეთის მიმართ. კარგი ურთიერთობა. კარგი ურთიერთობა, ხო. მე მაგალითად არავისთან არ მაქვს ცუდი ურთიერთობა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისაც ის მეც მსმენია. რადგან ახლა შენთან შენი ცხოვრების საწყისი ეტაპი არის, ხო, ახლა ახალგაზრდობის, როცა თეატრალში ჩააბარე თან მასანკანელს თამაშობდი, აი შენ რო გითხრა უბრალოდ რა განსხვავება არის ძირითადი თეატრალებს და მასანკანელებს შორის. როგორ რაღაცა იცი მე მინდოდა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებად და ოცნება იყო პირველი წელი ვერ მოვხდი მე რაღაც ჩავაბარე. რატო ვერ მოხდი ეს პირველ წელს? ალბათ ჩემ ლუს თუ დააკვირდებით ეგ იყო და არა რამე ეგ იყო რომ მეტყოლების ამბავი იყო და როგორ რაღაც იყო იცი მე საზღვრებს გარეთ ცხოვრობდი. ხო. რო ჩამოვედი ეხლა არ მივარგათ ეხლა აი მეტყოლება არ მაქვს და მაშინ თლა არ მივარგოთა და ორი თვიანი მომზადება თეატრალურ სარდაფში არ მეყო იმისთვის რომ წანის ეს ყაჩუები კარგად მომეყო. ხო და თეატრალურ უნივერსიტეტში მოვფიჭო ისე გამიხარდა დღეს ვიხსენებდი ახლა იმედში რომ ვიყავ ისე გამიხარდა თეატრალურ უნივერსიტეტში რომ გამოვიდა 1000 ბავშვი თუ რაღაცაში მოვხვდით არ მახსოვს არც დედასთან არც მამასთან ზარი არ გამიგე ბებიასთან და ბაბასთან გავიქეცი სოფელში იმდენად გახარებული ყო რაღაც საბუთი დაამეხო თურმე თეატრალიდან მაშინ ეძახდნენ ჩვენ დროს ფორმა 26 ამას რომ კომისარიატში წავადგინო და ეგ დამავიწყდა სიხარულისგან ჩავედი ბაღდადში ვარ მსახიობი ვარ ბიჭო ვინა ჯონტრაოლტა ჩემთან რას მელაპარაკები აგარი ვარ და მე ვიდა კომისარიატი ჯარში უთასაგებ ჯარში აგე ჰოტელში უნდა ვითამაშო ყვატოზე გავედი ფორმა 26 ყავდა ხო ეგ ხო ფორმა ეგ ოცნება ავისრულე თეატრალურ უნივერსიტეტი რაღაც და მე უკვე მინდოდა მასანკანის თამაში მაშინ და იქ რო ახსენე თეატრალურ უნივერსიტეტში რო მასანკანი უნდა ვითამაშო მოვდი ვიტყვი რა ჩემ დროს კავეენი ერქვა რა და მასანკანს ყაი მასანკანს ხო და ერთი ჩემი კურსელი ახლა ვერ ვიტყვი ის სახეს და გვას ამითხრა ვიდო ის იმის შემდეგ სულ მასანკანს თამაშობს არ თქვა მაგიო თეატრალურ უნივერსიტეტში ცოდნის ტაძარში ხარ მოსული აქ რომ მასანკანი ახსენო
დაახრედენ, აგერ ოპერამდე ვერ გახვდა ცოცხალი. აი ხო მინდა. და მე შევთანხმდით მე და ერთი ჩემი მეგობარი მაშინ ვახო ბიჭიკაშვილი, ჩემზე ერთი თქვენ მოდიყო ვახო მახსოვს და ვახო გამოდიოდა თესეუს სახელით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მე კოზაროსტრას სამედიცინო უნივერსიტეტი. გავიყავით რა, ხა ორივე იქ არ და ორივეს ჰქონდა. სურვილო თეატრალურ უნივერსიტეტს გუნდი ყოფილიყო თეატრალურ უნივერსიტეტს გუნდი. არა ბიჭო, იქ როგორ უყურებდნენ? იცი რა განსხვავება თორნიკეს კითხვას ავწდი. ბიჭო, თეატრალურ უნივერსიტეტში ცოტა სიღრმისეულად უყურებენ ამ ყველაფერს. რაღაცას ვაკეთებ. ხო, მე მჯერა მაგათი და ვაფასებ რა, როლში უნდა შეხვიდე და რაღაც. აქ რომ მოვედი ამ მასაკაში, დათა თუთაშხია მარსზე. და ვიღაცები გადაობენ ამაზე. ახლა ესო თეატრალზე მივიტანო, დათა თუთაშხია მარსზე ვიღაცა გამწე. ეგის ნელი ხوار. ორივე ძალიან მიყვარს, ორივე ძალიან ვაფასებ და ყოველთვის ვამბობ, ეხლა რასაც ვაკეთებ, თუ რამეს ვაკეთებ და წარმოვადგენ, ორივეს დამსახურება, მაგრამ დიდი წილი მაინც მანსანკანის რა. და ნიკოლოზ მახველაძის ჩვენი ასტამამი და მოვკითხო, აქედან ილიას სულამაძე მაგას არ მოიკითხავდა და მე მოვიკითხავ ნიკოლოზ მახველაძეს და ნიკუშა მახველაძე არის ადამიანი, რომლის ხელში ძალიან ბევრი თაობამ გამოიარა და ვიც ეხა ტელევიზიაში ეკრანზე ჩანს ნიკუშას ხელშია ყველა მეც და ჩემი ბევრი ვიცი ჩვენს შორის რა უნდა მეთქვა იცი ახლა ამაზე რომ საუბრობთ აი საქართველოში წარმატებული იუმორისტული პროექტი არ არსებობს მანსანკანელის გარეშე მაგ ყოველთვის მაგას ჩხუბობთ მე ცოტა ემოციურად თუ და გატიში კამერა აი ხა ჩამოვთვალოთ თუ გინდა ნახე დავით გოგიჩაიშვილის შოუ რომელიც თავის დროზე ძალიან წარმატებული იყო შაბათის შოუ რომელიც მე გააკეთე შუა ქალაქი გოგონა გარეუბნიდან კი ყველა ჩემი ცოლის დაქალები კი ბატონო თუ რამე ისეთი ღირებული ესე რომ ღამის შოუებიც რა ღამის შოუები ყველა არის მანსანკანელების მოდი ახლა ამას ჩავხედოთ თვალებში რა შეიძლება ამის ბევრს არ უნდადეს ამის მანსანკანის ეგრე არ არის მანსანკანშიც მანსანკანელები არიან რა თქმა უნდა მე იქ ინფასატორი არ მინახავს ხო გაბუნია შოუც კი მანსანკანელის გაკეთებული მანსანკანელია და ხო თქვენს ბატონი ზურა მანჯოვიძე კაცო ჩვენი მეგობარი და ხო მაგასაც მანსანკანელები ეკეთება არა კი მაგას მანსანკანელები ჩვენები და უსაყვალეს ხალხი კი ბატონო მე მაგათაც თეატრალურ უნივერსიტეტში რო ჩავაბარე პირველი სემესტრი ვაკეთებდით არარსებული ნატურის მოხსნა დაყენებას და არარსებული კარებზე გამახსნა და რა ჩვენი სპონსორი დორჰაუსის კარებები მაშინ არ იყო მაგრამ ეხლა რო ყოფილიყო არარსებული დორჰაუსის კარი მართლა უყო გაღება დახურვას ბიჭო ნახევარი წელი ვაკეთება მაგრამ მივხვდი ეგე დედა მირეკავს კაცო და მამამ რა შვები არ უცევ ხვალ მე მეუთხარი მამა ფიქრობ ეხლა რომ გელაპარაკებიშ ღიარო დაგჩენოდა ეგ კარიშე გაცივდები მაგრამ ვაფასებ მათ შრომას რას ამბობ მე რაღაცეებში ძალიან გამომადგა და მე უბრალოდ არ გავყევი მე და აქეთ ტელევიზია და მანსანკანი ავირჩეთორე ალბათ რაღაცა პატარა როლს მეც ვითამაშებდი და ვიქნებოდი მსახიობი დღეს და მოვიკითხავ ყველა მსახიობს და ვაფასებ მაგათ შრომას და ლექციები მქონდა რას ამბობ საღამოს 6 საათზე რო დაიწყებოდა რეჟისორის ლექცია ღამის 12 პირველ 2 საათზე გამოვდიოდი თხოვნე და როგორ არის შრომატევადია ძალიან და მსახიობებო თქვენ გენაცვალეთ უყალას ჯიმი წეღან ახსენე რომ მოკლედ რა სხვადასხვა სიტყვებიო ძალიან მიყვარსო და ხშირად ხმარობ აი კოპირება მე მაინტერესებს მაგრად თანამედროვე აი ჯენზის სიტყვებში ტერმინებში როგორ ერკვევი მე და ჯენზი ტერმინები კი ძალიან მწყრალად ვარ რა ვერ ერკვევი ვერ ვიცი ვერ ვიცი არა თან ხა TikToker-იც ხარ TikTok-ის გვერდით გაქვს და ხარ მაგასთან ხო ეხლა ცნობა მაგრამ ეს სიტყვები არ შემოვიდა შენ TikTok-იდან ხანდახან სულ საბჯერო ალბათ ლაივში გასვლა არ ვქეთ ჩარტ ვაქვია ლაივში აუ ლაივში ჩარტ მაგება ერთი სამ იქ ხო წერი ვა ჯაბოვი და ალბათ ჯენზი თავებაც რაღაც სიტყვებს და იმას ვახტები ხოლმე ვერ ვგებულო რაღაცა სლეი რაღაც ვერ გავიგე. სპარტაშორის თამაში მაქვს შენთვის მომზადებული ესეთი რა. მე გეტყვი თამაში. გასაკეთები ხო არა? არა. მე გეტყვი სიტყვებს, ტერმინებს, ჯენზი თაობაში რომლებიც აქტუალურია და ნახოთ აბა როგორ ერკვევი და როგორ იცი. და მე რა სირცხვილი ხო არა რომ ვერ გავიგე. არა გაცმით. ეს ძალიან გულწრფელი და ესეთი პოდკასტი თუ არიცი ახლა და თან მე რა ვქნათ იცი? თუ რამე არ გეცოდინება? მე ჩავსვათ რამე წინადადებაში ცხოვრებაში როგორ გამოიყენებ რა. კაი, დაიწყე. პირველი ხო დაკენსელება ვიცი ბიჭო მოიცა ხა მაგი ბრუნვაში უნდა გადავიდე დაკენსელაო ესე იგი ჩაკეცაო დაკენსელაო მოიცა გაჩერ დაკენსე ბიჭო ძალიან აი წარმოიდგინე რა ჰოლივუდიდან მოგივიდა მოწვევა რაღაცა დააკენსელე ხო გავატარე ხო გავატარე ჯონ ტრავოლტაზე მაქვს ნახე რომ სცენარს
კითხულობდა თუ არ მოიცოდა არ თამაშობდა. ანუ რა შევოდა? აკენსელებდა. აჰა. ჩაკეცა. გაატარა. ეგარი. ჩაკენსელებდა კი კაცო ვიცოდი. კაი, შემდეგ სიტყვას გეტყვი მაშინ. ხო. კრინჯი. გაქრინჯალობა ასახა. დაკრინჯა. დაცინა. მოდი ბრუნვაში რაღაც გამიკეთე. კაი, ნახე. აი შეხედე რაღაცა. აი მოქმედებას გავაკეთებ, მინდა, აი რაღაცას უყურებ და აი ესეთი ანუ რო არ მოგწონს და აი ხო აი ცხენია იმის მაგივრად უხერხულობის მომენტი მაქვს. რო უყურებ ცხენია იმის მაგივრად, ხო გქონია ეგეთი მომენტი, აი ოპოზიციას რო უყურებ, ეხა მე რა საკეთე? გაკრინჯი. ესე ვარ დაკრინჯული. ხო, იკრინჯები, რა, ანუ უხერხულად გზნობ იმას, რომ მაგის თქმა უწევს. მართლა. ხო, ეგ არის კრინჯობა, რომ აი, აიმე. შენ რომელ წინადადებაში გამოიყენებდი ხა დავიკრინჯეს. აი მაგათაც ცუდი სცენარი რომ აქვს გაბუნიასთან და ვერ უყურებ შენ და ვიკრინჯები მაგდოს. ხო, კარგად თქვი. ხო, ეხლა თუ ეგ რაღაც უხერხულად გზნობს და ეგ არის. რა გამგათქმევია ეს? ხო, აი, ბატონო. წეგან ახსენე ხა შენ თვითონ და სლეი თუ იცი რა. სლეი ბევრჯერ მომხვდა ყურში. სლეი. ოღონდ სლეი და რამე არ მიამატოთ არ მოაკლათ სლეი. სლეი ქვია. ჯვარ ვერ სლეი ჩემთვის არის ცნობილი ადამიანი, არა ის სელებრიტია ხოღაც ცნობილი. მოდი რა გავაკეთებ, იცი? ეხა მინდა რომ ჯიმი თავის შრომს დაურეკოს და კითხოს სლეი. სანდროს არ ეწოდება. ხო, თინეიჯერი. ნუცას ეწოდება. ნუცას დახმარება. ამჟერა გამორჩული სანდროს ვიწო. ჩემზე მედი სიტყვა. ხო და გამოვიყენოთ ნუცას დახმარება. ზარი ახლობელთან? ზარი ახლობელთან. ნუც ეხლა არის მასწავლებელთან, მაგრამ ოჰო. თან არის ქართულის მასწავლებელთან. ხო, ვიცა და ურეკოთ მე და არველაძეები არც ერთი ტელეფონს არ ვთიშავთ რო იცოდე. მამა მომისმნე, ეხა შენ გცალია მამა. კი, ეხა მცალია. მამა, ეხა შენ ძალიან ბევრი ადამიანი გისმენს. მომისმნე, მამი, რაღაც ჯენზის სიტყვები მითხრეს მაგ ბიჭებმა და საერთოდ ვერ გავეცი ვერაფერს პასუხი, მა კრინჯის გავარტყი რაღაც თქვი და დაკენსელება და სლეი მაქვს სადღაც ღრმა ბავშვობაში თქო რო გითხრა მამიკო მოგატყუებ. სლეი რა არის, მამა? ანუ სლეის თითი როგორ ადამიანზე ამბობენ, აი ძალიან მაგარი რო არის და აი თავის საქმეში აი ძალიან cool რო არის და ეგ აი არ ვიცი როგორ აი cool კულ რა არის? კულ რა არის? კულ რა არის? კულ. არის რა ძალიან მაგარი. მეცა მე სლეი ვარ ეხა ჩემს საქმეში პროფესიონალი რო ვარ. დადო დაფიქრდი მამა დედაა შენ გვერდით? ესე იგი ეგ არის წარმატებ სლეი ეგრია? საქმეში რაღაც საქმეში აი ძალიან კარგია და ძალიან კარგად რომ გამოსდის რაღაც. ურმესი მადლობა მამიკო ტყუილად არ ვიხდით ინგლისურში 150. მე მჯერა შენ. კაი, მადლობა. დიდი მადლობა. კაი. ვაიბი. ვაიბი და ვაიბა, ვაიბმა, ვაიბს, ვაიბის, ვაიბით, ვაიბა, ბრუნვაში ვერ ჩავს. ვაიბი აზრზია. აი ნახე მოგეხმარებ აი ვინა. სლეის და რაღაცას უფრო კრინჯის უფრო მივხვდა. ვაიბი აი რაღაცა ვაიბი მოდისო რა, ეგრე აი ნახე შეხედე. ეგრე ამბობენ ხოლმე. ეხლა ჩვენ ხო აქ ვართ რა ხო. და ვიღაცამ შეიძლება ვინც გარედან გვიყურებს ნახე როგორი მეგობრული ვაიბი მოდის ანუ ემოცია რაღაცა რა რაც გახსენებს შენს რო გქონია ეგეთი მომენტი ერთი სიტყვით ამიხსენეთ ხალხ. აი ვაიბი ერთი სიტყვით რა ასწრებს. ერთი სიტყვით. კონკრეტული ემოციური მდგომარეობა ემოციური მდგომარეობა რა რა. ვაიბი. აი წვიმა როგორი ვაიბია იცი ჩემთვის როგორი ემოციური აი, მდგომარეობა რაღაც ბავშვობაში ბავშვობის ვაიბი მოაქვს რომ სოფელში რო ვიყავი პირობითად საფხულში და წვიმა რო იყო ეგ არის ეს წვიმა ეხლა ჩემ ვაიბი რა არ შენ რომელ წინადადებაში გამოიყენებდი? ვაიბი. ვაი ბავჩემ. აუ არ მინდა სხვა სიტყვას არ ვიცი. აი ყურშიდაც პირველად მომხდა ვაიბი. ტრიგერი? რა? ტრიგერი ტრიგერი? ხო. ტიზერი გამიგი. ტრიგერი არ ვიცი. ტრიგერი რა არის? ტრიგერი რა არის შეხედე აი მაგალითად სიტუაცია ან ნიკუშა მოვიდა კაროჩე და მითხრა რომ კაროჩე მოიცა ძველ ტრამვას რო გაგახსენებს რა. ხო, ეგ არის ეგ არის ტრიგერი რა. რაღაც ისეთ სიტუაციაში მაგალითად ნიკუშა მეუბნება რომ ვაიმე ობობა რა აი ობობა არის აქ და დამათრიგერა იმიტომ რომ ბავშვობაში ობობასი მეშინოდა
და დავთრიგები გამახსენდა ის სველი შიში. რაღაცა ის ქონდა რა ტრავმა მქონდა ბავშვობაში რა ჩემთვის რა არის ეგეთი შენაზე ტრიგერდები რბილი ლუზე ხო რბილი მახსენდება რომ რანა ეხლა წარმავ კლად კარგი მაგრამ ადრე უფრო ცუდი მქონდა გატრიგერებს და რბილი ლუ ეცა როგორ მომენტია ეცა ბიჭო რბილი ლუ მატრიგერებს ხო აი ოკეი ეგ არის ხო მაგრამ ხო შეიძლება ბევრად მარტივად იყოს ქართულად იყოს ეხლა კი მაგრამ ტრიგერი არ ვიცი ხო კაი უნდა ვიცოდეთ ჯიმი აუცილებელია ყველაფერი ხო და აი ვოუკი რა ვაკ ვოუკი what ვოუკი 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 რა არის ვოუკ არ ვიცი უნდა ამიხსნათ აი ესა ძალიან მაგარი ვოუკია შენ რო იცოდე ეს ვოუკი ხარ ვოუკი ვარ ხო ვიცი აი რატო ესა ნახე? მაგარი ვოუკიაო ამობენ ანუ ხოლმე ნახე? აი ეგრე ადამიანზე კარგად გესმის საქართველოში რა ქვია პოლიტიკური მდგომარეობა რაღაც იცი რა ხდება სოციალური. სოციალური მდგომარეობა კარგად გესმის შენ ხარ ვოუკი ვოუკი ყოფილი ვარ და მე ანუ ბაღდათელი კარგი მეგონა თუ ინფორმაციები გაქვს ბევრი რა ხო, ყველაფერზე აი, რა ვოუკი ვარ. ანუ ინფორმირებული რო ეს ეგ სახში რომ მივიდეთ ეხლა ტელევიზორთან წამოწე ვიტყვი რომ და მე ვარ ვოუკი კი ვოუკი, ხო და კი. რა არის ნახე ეგ არის ამერიკული რატო არის იცი რომ ამერიკაში ეგრე არ ინტერესდებიან პოლიტიკით და სოციალური მდგომარეობით ადამიანების და იქ იშვიათია ეგეთი ადამიანები ვინც ისა და ეს პოლიტიკაში ეგრეთი ვოუკია რა არაფერი ანუ რო ეს ეგ ვოუკი ვარ მე ხო ეგ არის ანუ მე ვფიქრობ რომ ეგ კარგად არის იცის ძალიან კაი ჯიმი იყო ძალიან კაი იყო ის ხო ვიცოდ რა უთხარით და ორი ორი არ ანუ კარგად იცოდა თქო კი არა კარგად იცის არა ხო მაგრამ ხო, მაგ სიტყვას ამიერიდან- ხო ჩამიგდებ მე რომ კი, ვიცოდ აბა, რა. ო დავი განმარტე აბა რა ფათაშორის სანამ მოხვიდოდი პოდკასტში მანამდე ჩაგიგდე რომ ირეპეტიცია მართლა დავავიწყე კაი თუ თამაში იყოს მაშინ და მეც მაგ რაღაცა თამაში აბა? და ჯიმისთან მინდა რომ ვითამაშოთ რა მიდი აბა არასწორ პასუხობანა ქვია რა აი ჩემბოთ ნახე. ბლიცია ხო წყეს სტრაფსაფათუ და ხო, სტრაფსაფად და არასწორი პასუხი უნდა არა კი ბატონო ან სწორი პასუხები არ კი, ბატონო. შეიძლება რა ამოიღე კი ბატონო ვისვავს კითხავს მე კი ბატონო სწრაფად უნდა კი ვითამაშოთ რა ბატონო კი მხოლოდ არასწორი კი პასუხები კაი დავიწყოთ ხო პირველი ქართული მომღერალი ჯიმი აბესაძე არასწორია მე არა რომ კაი მიდი კაი სტრაფსაფად მითხარი საქართველოს ქალაქი საქართველოს ქალაქი რომი კი ბატონო სკოლის საგანი რამე სკოლის საგანი რა არასწორი ცემენტის ცემენტის ზელო კაი ქალის სახელი ხალი ჰამლეტი კაი წაიმღერე საქართველოს იმნი რამადლიანა თანათებს ჩემზე კაი ნებისმიერი ფერი ნების კლეჩატი რა გვარი ხარ ბაგრატიონი კაი 2+2 ურვა მოგეწონა თამაში არა ო ანუ მოეწონა. ხო გავთ რა კარგად გავთ არა კაი იყო, კაი იყო. მე არ ვიცი მე ბაგრატიონი და მომეწონა ძალიან კაი. კი ძალიან თავადური ძალიან პასუხი. სოციალური კი ბატონო გამოვიდა ვა კაი მაშინ არ დავაგდოთ მოდი ტემპი და და კიდე თამაში. კიდე თამაში და ეს თამაში დავაი. ასაკნობა იცი? რას? ამასო ჩვენ უკვე ამდენი ხანი ერთმანეთს ვიცნობთ და შეგვიძლია რომ უსიტყვოდ გავუგოთ ერთმანეთს. ფათაშორის მე ძალიან მიკვირს 6 თვეში როგორ მოვახერხეთ ეს ყველაფერი და მოდი ვითამაშოთ როგორ თამაშია ხა ნახე რა. მიდი აი თემას ვეთყვით, რა ქვია, გიგას და ჯიმის რა. ერთად არიან ერთად არიან. ხო, მე და შენ ვარ ხო, კი აუ ბატონო. ისე კაი. თორე მომიწი თემას გეტყვით და ამ თემაზე 1 2 3 და რა ასოციაციაც გაქვთ, უნდა თქვათ ერთდროულად. ერთდროულად უნდა ვთქვა და უნდა დავამთხიოთ კი ბატონო ხო აი, მოდი დავიწყოთ ახლა. აუნაც პირიქით დავითვალოთ ხოლმე 3 2 1 და მე რა თქვა სადამდე ვითამაშოთ სამ გამოცნობამდე მოდი შევხედოთ ოთხამდე. თამაში როგორ დავიწყოთ. 4-მდე. 4 გამოცნობამდე კი ბატონო. ვინ დაიწყებს თუ გინდა ჩვენ მე გეტყვით თემას, არა, არა, მე იმათ გეტყვით, მოთხოვ, გეტყვით, ჯერ. გეტყვით. დავაი სასმელი. ხო და დათვალო ახლა მოდი ჩვენ არა, ვიცი ერთდროულად თქვენი თქვით. და უნდა ვთქვა ხო 3 2 1 ღვინო. აუ და მეც ღვინოს ვამბობდი ხო, მე ერთდროულად უნდა თქვა თავიდან. მე კაი ძალიან სწრაფი ვარ ხო. ისევ სასმელი ხო, ისევ სასმელი. სასმელია, კი. ხო მიდი, მიდი, მიდი. 1 3 2 1 ლუდი. ოპარნო ეე. აბა მეორეც თავს აი, ორი ქულა აქვს, იმიტომ რომ მეორე. აი მეორეც თავს გამოვიცე პირველ პირველ დრო- უნდა ვთქვა პირველ დრო ჩვენ სამი უნდა ქულა. კი ხო აბა რა აი თემა არის ეგეთი ფეხბურთელი. ფეხბურთელი ხო აა კი ბატონო მედი 1 არა, სამიდან. 3 სამი, 2, 1, მე. კვარაცხელი ოპა მე კეიტას ვიტყოდი შენ მოდი მოდი ოკეი ნაბიკეი. მიდი ოკეი 3 2 1 მიკაუტაძე. ბიტყვი შენ რონალდო და მიკაუტაძე ბოლოს დაგობს. მარას მე დაგითვლით თუ გინდა 3 2 1 მარადონა. ოპა ამოზე იწყე 1-0 1 აი, მოგვიგეს. კაი ეხლა გვიფართ ჩვენ, თემა ბიჭო, რამე ისეთი უნდა უთხრათ, რომ ვერ გამოიჩინოთ. კავშირი ვერ, ხო, ვერ ვერ გამოიჩინოთ. გამოიჩინოთ. რა უნდა მიტყვე ჩოგბურს აი თუ მეტყვი არ კაი ვიცი ტაქტიკა კი ვიცი
კაი, ქართველი მომღერალი ხო არ უთხრათ? ქართველი მოდი, იტყვიან, ბიჭო, ეგრევე იტყვიან. არა, წერა. არა, მე მომღერლებს ძალიან სუსტი ვარ. კაი, არა, ეგრევე იტყვის, ჯიმი აბაშაძეს იტყვიან და რა თქმა უნდა. ხო და არ ჩაეთვლებათ, წერა ხო თქვა რომ არ ვარ მომღერალიო. ხო, მართალი, ნახე ამას აი სად ჩაკეცა. ინგლისურად რა ქვია ამას ჩაკეცა. რანაირად არ არის მომღერალი 39 მილიონი დააკენსელა ეგრევე. უკვე 40. თორნიკეს დაუკენსელა ეგრევე. დამიკენსელა. დააკენსელა. აი, დაკენსელებად ეხლა რო საგა. აზიის ქვეყანა. არა, აუ, კაი ვარიანტი მქონდა, მაგრამ შემდეგზე ვეთქვა. ოკეი, აზიის ქვეყანა. მიდით, არ უნდა ბევრი ფიქრი, მე დაგიწყო. ხო, ვიდი. 3 2 1 ჩინეთი. 3 2 1 ჩინეთის ბეკეთ. აუ, მე ჩინეთი. არა, აღარ შეიძლება ჩინეთის თქო. მეთქი ისევ ჩინეთს. არა, ის აღარ შეგიძლიათ ფერე. აღარ შემიძლია. კაი, მესამე. აი, ბოლოს დაგაკ. 3 2 1 ტაჯიკეთი. უკანახე გავიგეთ. მართლა? უკანახეთ, კი, მართლა. კაი. კაი, ვერ გამოვიდა. კაი, გითხარით. კაი, ახლა გითხარ. ანუ ერთი გულა აქვს, ხო? ხო, ერთი გოლა. ოკეი. 4-ამდეა თამაში. მოგვიგონ უთხრათ თუ გინდა ის. რაც გითხართ ახლა. კაი. ხო, ავტომობილები. ავტომობილის. ოკეი, 3 2 1 Honda. აუ, ესენი რა პროჯექტია. აი ბიჭო, აი ხო ხარ თვისები რომ აი ტესლა რა თქმა თქვით. ვიტყვი ახლა ახლა რეკლამა გააკეთე ტესლას. ტესლა ხო, გამოგვრჩა. მიდი თავიდან ქონდა ეს სიცხვილეა ბიჭო. თავიდან. კაი, მოდი. მოდი გავურთულო. გაურთულო. იაპონური იაპონური. ავტომობილის არა ხო? იაპონური ეგ არის. გერმანული, ევროპული. გერმანული. გერმანული. ევროპული არა, გერმანული მარტივია. არა, არა. გერმანული, ხო? ხო, ხო, Mercedes კარდა. არა. კი ბატონო, მოგოწონა. 3 2 1. BMW. ხო, BMW. მეთქი Volkswagen სიტყვის ეს. არა. ო, რატო ვარ? აი მოგვიგეს, ხო? აი, აი, ეხლა ჩვენ ერთია. ვაკეთებ, ხო? ბატონო. ანუ პირველი ვეზე გამოიცნეს. ძალიან შეუშ. ის ხوارჯობია, სტუმარი ვინც ღამის შოუში ყოლიათ. სტუმარი ვინც ამის შოუში ყოლია. აუ, მაშ ამარ აკნას. არა, ხო, ესეც ხო იცის ვინც იყო, ხო? აი. შედი. მე გაჩერდი ერთ ხო? დავიწყო? მაიცა. ეს შეიძლება რომ ვიფიქრო. კაი, რავი ახლა ვისი ფიქრებს ახლა. ეგ არის თამაშის პროგრამა. 3 2 არა. ლადოთენელი. აუ. კაი, თავიდან. მაგითაც ვიმღერე. მეთქი მიმოყვედრებ. კაი, თავიდან, გიგა. ხო. შენს უნდა თქვა ვერსია. მიდი. 3 2 1 მერდვალიშვილი. ახ, კაი, კიდე გაქვთ ერთი შანსი. 3 2 1 დათოლი კლიკაზე. არა, ვერა. ჩემი ყველა ჩამოვთ. თული. რაი, სტუმარი და ძალიან ბევრი სტუმარი ყოლიათ. მე 7 წელია, მე 6 ო, მე წელია. 7 წელია ყოველ კვირა მე შემედგო მამითა ჩემი. კვირაში ორჯერ გადის. ხო, ხო. რა? ვინც ღამის შოუში გიორგი გაბულიას არ ყოლია სტუმრად. მიდი ხო? 3 2 1 კვარაცხელია. შეგენ ხვევით რა შვებით? არა, მიხდი და კვარაცხელი გადაცემა ხო? რა გავუმაზეთ? აი მოიგეს ეს თამაში ამ. შანსი რა მოიგე. ფულებს გვეუბნები და კვარაცხელი უსიტყვოდ გესმით ერთმანეთს. რატო არ თქვი მიქაუტაძე? ხო. მეორე იყო ეგ. ან მამარდაშვილი იკაუტაძე ხო იყო. იყო. კაი, რა ანგარიშია. რა ვიცი. ორი თერც გვიგებ. მოიგეთ რა ეს თამაში მოიგეთ. ჩვენ ვნებდებით. კაი, მაშინ რა ვქნათ, იცი? ხო. კარგად მივდივართ. ხო. კარგია ეს სიცილი. ვიყვართ. ისკისი. ვიცინით, ვიხსენებთ რაღაცეებს და თამაშობთ, მაგრამ დადგა დრო. კი, დადგა. ნაჯახი კითხვები. ჩვენ გადავედით ნაჯახ კითხვებზე. ო, მიყვარს ნაჯახ კითხვა. მოთავსებულია სიყვარული ჟამიანების დროს ციგში, მარკესის ციგში და ნიკუშა გვეტყვის ვისი დაწერილია ეს კითხვები. მოკლედ ეს კითხვები გამოგვიგზავნეს ჩვენმა საბსკრაიბერებმა, ჩვენმა ახლა საბსკრაიბერი გეიგე. რა არის საბსკრაიბ გამომწერებმა? ან შეიძლება ჩვენი დაწერილიც კია. არა დაფალი. აი ყველას ვერ იგი გავიგებ. უმორი მიყვარს მე თქვენ რაც გა. კაი, მოკლედ ხო რა, ანუ ძალიან მარტივია კითხვები რომელიც ყველას უნდა გავცე პასუხი. ხო, ამოიღებთ ან ამ შემთხვევაში ბრუნდებით ისე გუწრფელობაზე გულიგივ სკვერპლი გავხტარ ხარ? კი, მაგრამ ფეხებზე მკიდია მაგათი აზრი პირდაპირ. იყო თავიდან ვაქცევდი ყურადღებას. მაგრამ ეხა მოდი პირდაპირ მაგრად ფეხებზე მკიდია რა. არ მაინტერესებს რა რაღაცას დაჭაბოვიჩ რაღაცას და ბაბუაჩები იყო ბრძენი კაცი ჭიკუაბესაც იყო. ბევრად ბევრჯერ მიხსენები ხო და ბაბუაჩები და ბაბუა ყოველთვის იცოდე შენ რო წახვალ თბილისშიო იცოდე რამეს რომ მიაღწევ ბაბუა ყოველთვის შენზე ცუდი გაგლანძღავსო თორე შენზე კარგი ვიცა იმას არ აინტერესებს და ამიტომ ფეხებზე მკიდია ბულინგი არ ვაქცევ ყურადღებას ნაკლებად მაინტერესებს რაზე ფიქრობდი აუ რაზე ფიქრობდი გულის ოპერაციის დაწყებამდე მარტო წავედი
ოპერაციამდე ხალხო ხა ის არ გეგონოთ შულტი და სარქველი მაქვს გაკეთებული. არა სტენდირებიანი კაცი ვარ, მე-13 წელია უკვე და მადლობა ჩემ ექიმს გიორგი კაპარაძეს. მარტო წავედი და ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ. ავტომობილით არ წავედი, იქ დისკომფორტი იყო ავტობუსის გაჩერება საავტობუსში და ტაქსით წავედი, მივედი და სტენდი ხა სტენდი ხა მე ექიმი არა ვარ, პროფესორი სტენდი და გული უკვე ჩემთვის შულტიც ესა, სარქველიც ესა, არ გუცული ამბავი. მეთქი უდა გაამჭრანა ხა და ბიჭო ვიცინი. ეგთან ვიცე კაპანა ჩემი მეგობარი მოვკითხა და ჩვენ ესეკთან მეუბნება რა გაცინებ შვილო მეთქი ხალბატონო რა აზრი აქვს რო ვიტირო ეხა მითხარით უბრალოდ მეთქი ოჯახში არ დარეკოთ არც მეუღლესთან არ და ამაწვიდეთ გამიკეთეს ასაც მიკეთებ და მე თუ გადავრჩები კიდარეკეთ და თუ არა და კიდარეკეთ არ იცოდე გიოს დაურეკეს და ეს გიო რატო ვიშვარ ხეს ვიდრე აგზის აი წიგე და ბათუმში იყო საწყალი პერევასზე და გადავარდა ზღვაში რომ ჯაბოვიჩვა სტენდი გაიკეთა ძალიან შეწუხდა და ამერიკამ მე ვერ პასუხობდი და ვიცინოდი რა არაფერს არ ვფიქრობდი ისეცე რა რაღაც იუმორით მიუდექი ამ რა სხვანაირად რომ მიდგომოდი რა შეცვლიდი ხო ალბათ 99% სხვანაირად მიუდგებოდა ამ ყველა მე იუმორით მე მგონია რომ ყველაფერს ისე უნდა შეხედო და ყველაფერს დაამარცხებ ადამიანს გეკუთვნოდა თუ არა ბაღდადის საპატიო მოქალაქე რა თქმა იყო ამაზე მოყვები ეგეთ რაღაცას მოფიჩუ ეს რაღაცნაირი კითხვა ნაჯახი კითხვა ხო გეკუთვნოდა თუ არა ეგ ხალხმა განსაჯოს ეხლა თორე მე რა როგორ ვთქვი ხამას როდესაც დამირეკეს ბაღდადთან რომ ბაღდადის საპატიო მოქალაქე გამიკვირდა მადლობა არ მიკვირს და არც მიჭირს სადღაც ნახევარსაათში ურეკავ ქალაქ ბაღდადის საკრებულოს თავმჯდომარეს მე ვთხარი ბატონმა კახამ დამირეკა ენუქიცემ ბაღდადის მიერმა მეთქი ეთყობა წამყვანი უნდა მაგას მაგონიზებს და შეიძლება შეეშალა არა აცო რას ამბობო შენო საპატიო კარგით მადლობა გაუდის რეკავ კულტურის განყოფილების უფროსია მინდია კიკნაველიძე მინდია მე ვთხარ შენ ბავშვობის მეგობარი ხარ რაღაცაზე მეუბნება ბატონი ნოდარ გიორგაძე საკრებულოს თავმჯდომარე და კახა და ხო არ ეშლებათ მე ვთხარი არა ახლა ამასაც ისე ვირო მე ვთხარი ხო უნდა ვიცოდე როგორი ჩაცმული წამოვე თუ წამყვანი ვარ სხვანაირად მოვემზადე არა ჯაბოვიჩო დღესო გაიტანეს საკრებულოს სტომაზე ხო ასე ვისოს და ჯაბოვიჩი რო თქოსო ჯიმი აბესაძე ერთხმათ აღიარას უყოლო რომ მაგ ბავშვს ეკუთვნისო იყო მე ეს მომენტ ჩემს ცხოვრებაში ჩავედი და ბაღდადის საპატიო გამიხარდა მაგრამ რო წამოვედი მე თბილისში უბრუნდებოდი მარტო ვიყავ მანდაც ასე ხო ესე რო წინ ეხლა სახში საპატიო ადგილზე დევს სიგელი და რო გადავხედე არ დაგიმალოთ ბიჭო და ცრემლი წამოვმევიდა რა თვალი და რო ეს ხო რა და ესე იგი რაღაც გამიკეთები ამ ცხოვრებაში ჩემა ქალაქმა რომელ ქალაქზეც ზედა მთვარი ამოდის და მიყვარს სიგიჟემდე ბიჭდები დამიფასა ეს სიყვარული გასმის და სახში სადღაც ესტაფონდა თბილისამდე ალბათ ცრემლი სუბქონდა თვალს რომ ვაიმე ჯაბოვიჩეს ესე იგი რაღაც გაგიკეთები ამ წუთს საპატიო მოქალაქე შენი მე ლონდონის არა სერისოდება რომ ერჯებათ არა ეს მინდოდი საპატიო მოქალაქე სხვათა შორის ჩვენ ვართ ჯიმისთან ერთად ნამყოფი ბაღდადში და ნუ რეგიონში ჩასული და საერთოდ არ გამიკვირდა ეგ ფაქტი იმიტომ რომ ზოგადად როცა საპატიო მოქალაქეს აცხადებენ და მერია შეგსაკითხი განიხილება ეს მოდის ხოლმე ხალხიდან ხალხი როგორც ითხოვს რა რო ითხოვს ხალხი და შემდეგ მერე გაიწყოს რომ დააჯილდოვოს და მაგ მხრივ მე რაც ვნახე იქ და რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი საერთოდ არ მიკვირს რომ ჯიმი არის საპატიო მოქალაქე არ მიკვირს რა თქმა უნდა ვის არის მაგრამ იქ რომ მივიდა თან ყველაზე ესეთი ის იყო რომ დაგვაჯილდოვეს მანდ უფრო შემრცხვა რა დაგვაჯილდოვეს მე ბატონი გია ბურჯანაძე მსახიობი და ქალბატონი ზანდა იოსელია და ჯიმი აბესაძე კი შემრცხვა კიც გამიხარდე ხამ ხალხთან ერთად მეთქი რამე ჩამოდი მიზის ვიღაცა და თან ყველა კარგად შეხვდა არავის იმერულადო და არ წამოუძახები არასოდესო კომენტარი რომელიც დაგიწერია და წაგიშლ ძალიან ვერიდები ამ კომენტარებს არც ვწერ ამ კომენტარებს რა მე სოციალური ქსელი Facebook-ი მაქვს იმიტომ რომ ჩვენი გაბუნია შოუს პრომო გავაზიარო ვინმეს დაბადების დღე თუ აქ არ დამავიწყდეს და მიულოცო კომენტარები რო გითხრა არ სტატუსი აი რაღაც სტატუსი ბიჭო სტატუსიც არა არც მახსენდება რატომ ვიცი რომ აი მაგალითად რაღაცაზე გაბრაზდეს შეიძლება ამ პირიქით რაღაც და დაწერა გინდოდა გულში ვიკლავ არა Facebook-ზე სტატუსის დაწერა მე არც მიყვარს სიმართლე გითხრა და მოდი გავიაროთ ეს ანუ რეალურ ცხოვრებაში გირჩევნია კომენტარის გაკეთება ხო შევხვდე და უთხრა 2020 წლიდან
ჯერ დავიწყოთ ეგიდან 2018-იანი. 2020 წლიან ქემრის იმსახურებდი? ამ დამპალის იქნებეს. თორნიკე ცხოვრებაზე მიყვარს. ჩვენი subscriber-ის კითხვა. subscriber 2018-იანი აქედან. 18-იანი. ქემს იმსახურებდი? კი, ალბათ რა. არა, ნახე იმსახურებ, შეიძლება უფრო იმსახურებ, გაიგე? იმსახურებ, კი, 2020 წლიან ქემს იმსახურებ. ორნაირი გაგება აქვს. იმსახურებ. კი. კიდე რომელ მანქანას იმსახურებ? შენი აზრით. ტესლა. ტესლა. აბა რა. ნუ მივიდეთ გადაცემის. ტესლა და კარებები. მივიდეთ კარებები, დორჰაუსი. ბოლოში მივიდეთ. ტესლა დორჰაუსის კარები. კი, იმსახურებ. რატო არ იმსახურებ? თან მაგალითად ის არის რა. კი. ტესლასაც ვიმსახურებ და დორჰაუსის კარით. ჩამოთვალე ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური შეხედულების გამო დაკარგეს. ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებით, ჩემი პოლიტიკური შეხედულებით, ადამიანები და ბიჭო. ან შენი ან იმათი. დაუკარგე. ხმამაღალი ნათქვამი იქნება, მაგრამ ცდელობა არის. ეხლა აი ნიადაგი რომ მზადდება, ხო იცი? დაკარგვის. და ხო იცი? ხო, დაკარგვის. და საბედნიეროდ ბევრი არ არის ეგეთი ადამიანი, მაგრამ 1 2 3 ისეთ იქნება მართლა გული დამწყდება რა. თუ ჩემიდან მოხდა ნაბიჯის გადადგმა, რომ მე დავკარგდა უკვე აქ ამოვიდნენ და ხვეწები რა მოდი დავშორდეთ ერთმანეთს და არ მინდა, მაგრამ ჯერჯერობით რო გითხრა აი ერთიც არ არის რა, მაგრამ აი ნიადაგი მზადდება, მწიფდება, რომ ვიღაცას ვეთქრო, მოდი ღმერთმა კარგად გავყოფოს შინგზაზე დააკენსელებ. დააკენს. შენ გარეშე ესეთი რეიტინგული იქნებოდა ღამის შოუ? იქნებოდა. შეუცვლელი ჩემო თორნიკე, ჩემო ნიკა და ჩემო გიგა არავინ არ არის ჩემო გეხოთუნე მასე მატრიცაშიც უილ სმითს უნდა ეთამაშა, მაგრამ ძალიან კარგად ეთამაშა იმ კაცმა. ეგ გახსოვთ ურგად და რო ყავდათ უილ სმითი გაქვთ ეგ და ის ურგანტი უსოს კითხავს, რომ ჩვენ ვიცით რომ შენ უნდა ეთამაშაო იმაში მატრიცაში და უილ სმითი ეუბნება რომ კიო, ეგრე იყო, მაგრამ სცენარი რო წავიკითხეო, ვერ გავიგეო. რა ხდებოდა? რაზე იყო? არა და მე დატოვა. მე ფილმის რომ ნახე, ვერც მე ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ამიტომ შენ გარშე ესეთ რეიტინგული იქნებოდა ღამის შოუ იქნებოდა, ალბათ ეხა მე ის ხო არ ვარ კაც. ვიღაც იქნებოდა, ნიჭიერი ხალხი ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში საბედნიეროდ. არა, მე ზოგადად ვფიქრობ, რომ ეხა მაგალითად შენ გიორგის რო არ მიყავდეს, შენ რო არ შემოდიოდე და ის აუ, რატო ჩამიშალე ეხა მე? შენობაში ქმნის მაგასო ეგეთია ჩვენ ვართ ხო, ჩვენი გადაცემის წარმატება არის და აი გუნდურობას. გუნდურობაზეც კიდე რაზეც იცი, ოჯახ, აი მე და გიო ახლა ჩემი გაბუნია, რა ვიცი, სად არის აქა და ჩვენ ვართ ერთი ოჯახი. ესმის, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს, ხვდებით ხალხო. მე ხა არ ვამბობ არც ერთ ღამის შოუს არ ვიტყვი და მე რო გამოდიან მერე და ერთმანეთს ლანძღავ. ჩვენ იმდენად გადავებით მეჯვარე ბავშვის ნათლია. შეიძლება გიოზე რაღაცა ვითქვამს რომ მე და გიოს რაღაცას გულ კირა და ნინი რო არის ჩემს ცხოვრებაში, უკვე გიოს ბევრ ამას ვაპატიებ. ანალოგიური მაპატიებს გიო, იმიტომ რომ ელუან უცი და სანდრო შეიძლება გიოს ჩემს რაღაცაზე გული დაწყდეს, რაღაცას ვაფსიო იმან იცის რომ იქ უკვე ოჯახები ვარ ჩვენ და აღარ შეიძლება რაღაცე ხო ხვდები და ესეც არის ჩვენი ბაბი და თათა, ჩემი გელა ზვიო, ერთი ოჯახი ვართ ახლა როგორც მე და გიო აფერისტობა გამოვა ისე ვერ არიან ეგენი ახლა ხო ხვდები ჩვენ ცხოვრებაში ისე დიდი დოზით როგორც მე და გიო ვართ ერთმანეთთან მაგრამ ისინი რა თქმა უნდა ჩვენი ოჯახის წევრები არიან და ალბათ ეგ არის საწარმატების საწინარი მე ვფიქრობ რომ ეგ არის რომ ერთ მუშტად ვართ შეკრულები და მე მგონი ძალიან კარგად ვილაპარაკე ამ ყველაფერზე და ლავირების საშუალებაც მოგეცით იმისთვის რომ თქვენ რაღაც გესაუბრათ და მორჩით კითხვებს ბოლოს შეკითხვა იყო ეს მე მგონი ბოლოს შეკითხვა თუ კიდე წინიდანაც სამიკითხეთ რა ვიცი არა გამიყო რა შეკითხვა კარგად ძალიან გულახდილი იყო და ის გულწრფელად გვიპასუხა ყველა შეკითხვა ანუ ის ელაპარაკა რომ ძალიან კარგი ვაიბები წამოიღო რა კი კარგი ძალიან კაი ვაიბები ყოველთვისაა ჩემ ცხოვრებაში. პატაშორის მე ძალიან გამიხარდა, ჩემთანაც ძალიან კაი ვაიბები წამოიღო, არც ერთი შეკითხვა არ დააკენსელა და ყველა. კი ბატონო. კი, კარგად გასაპასუხებს, ეთყობა რომ ჩვენ გადაცემას ტალკავს. კი და ტალკავ კი არა და თავის საქმეში ვოუქი არის აშკარად რა. ვოუქი ბავშვობიდან ვარ, კაცო. ვოუქი კი რა არის. ცუთიანი მონაკვეთს რა დადგა მე მგონი. მოკლედ ჩვენი გადაცემის პოდკასტის ბოლოში ჩვენ სტუმარს ვეუბნებით ხოლმე რომ შენ გაქვს 1 წუთი და შეგიძლია ჩვენს subscriber-ებს მიმართო და ესაუბრო ნებისმიერ თემაზე. ხო, ნებისმიერ თემაზე ძირითადად ვლაპარაკებ თქვენზე ახლა მე ვიტყვი რომ მე თავიდან აი ის სიტყვას გამოვიყენებ დასაწყისში და დავიწყებ გადმოვაკოპირებ ის სიტყვას და იმას ვიტყვი რომ
მე მოგიწოდებთ ყველას ოღონდ არა როგორც ისე რომ ეხლა რომ თამადის სტილში ვთქვი მე მოგიწოდებთ ყველას რომ ეს ბიჭები არიან ყველაზე ნიჭიერი მე ვფიქრობ ერთ-ერთი ნიჭიერი ბიჭები გამოიწერეთ ამ ბიჭების არ სმარტულები ხო ძალიან ნიჭიერები არიან ჩაუჯექით იმიტომ რომ ძალიან ხალასი კარგი ნიჭიერი ბიჭები ხართ თქვენ ეგ მომწონს მე თქვენში რომ განათლებული ბავშვები ხართ ნიჭიერი ბავშვები ხართ წარმატებული ბავშვები ხართ და ყველას ვინც გამომწერი ბავშვს ვინც TikTok-ზე ბავშვს ვინც ღამის შოუში მიყურებს ჩემი ოჯახის წევრებს ბაღდათის საპატიო მოქალაქე ვინც მომანიჭა სულ ყველას აქედან მოუწოდებ რომ სმარტულები ვისაც ისა ქილაკზე დაჭერა შეუძლია დაალაიქო და გამოიწვევ ვისა და ვინც არა და თვალყური ადევნეთ ამ ბიჭებს იმიტომ რომ ეს არიან ნიჭიერი ხალხი ნიჭიერები ხართ მე გამიხარდება თქვენ წინ და წინ თუ წახვალთ იმიტომ რომ ჯაბოვიჩი უკვე ასაკში და ვიღაცა ხოვდა ჩაანაცვლოს 1-40 წლის მერე ძალიან კარგად ძალიან კარგად ისაუბრე საჩუქრები გადავედით საჩუქრებზე რატოც ვარ გუსულ რატოც გითმენით ეს 1 საათი მადლობა ბიჭებო მადლობა კარის სახლისგან 20%-იანი ფასტაკლების ვაუჩერი გვინდა რომ უღმესი გადმოგცეთ მადლობა ნებისმიერ დროს ნებისმიერ ზომის ფორმის დიზაინის კარი შეგიძლია ორიანი ერთიანი აფერაცია გაღება გაღება, ასე როგორიც გაწევი ისე ისე ახალგაზრდობაში თეატრში რო ესე აკეთებდი ხოლმე უბრალოდ ეხლა ნამდვილი კარები ნამდვილი კარები გეკითხა ჯიმი უღმესი მადლობა დიდი მადლობა რა უღმესი მადლობა თქვენ და უღმესი მადლობა თქვენ სპონსორებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებ კომპანიებს კეთილ ხალხს რომ ამ ბიჭების გადაცემაში ხალხო ფული ჩადეთ მე ესე გეტყვი ისე კარგად გაგიკეთებენ რეკლამას ისე კი არა რაღაცა ზედაპირ ნიჭიერად სიგნო აი ამის მოყვარული ხალხი ხარ თქვენ და ამიტომ აკეთებთ კარგ რეკლამას და მოვა თქვენთან ფული სადმა ჩაიდოს აქედან მიმართავ მე სმარტულების პოდკასტი არის ფული სმარტულებში და სმარტულებში და ბავშვთა ფეხბურთში და წიგნში კი მოკლედ მეგობრებო დღეს ჩვენი სტუმარი იყო ჯიმი აბაშაძე მადლობა ჯიმი ძალიან კარგი პოდკასტი უღმესი მადლობა თქვენ სიამოვნე პირადად მეც ძალიან ბევრი ვიცი რა აი ძალიან ბევრი ერთ კვირაში დავბრუნდებით ახალი სტუმრით დაგვიწერეთ კომენტარები გითხარით ვინ მოვიწვიოთ ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ და გამოიწერეთ ჩვენი უღმესი მადლობა